მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას დღეს ესწაულობს. მრავალი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ ღმერთისგან შვილს იოაკიმე და ანა. ისინი მართალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. შემოსავლის 1/3-ს გაჭირვებულებს ურიგებდნენ, ხოლო მესამეც ტაძარს სწირავდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როდესაც იოაკიმე მოინდომა ტაძრისთვის, მსხვერპლის შეეწირა ცოლ-ქმარს უარი უთხრეს, რადგან ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთისმსაჯელად ითვლებოდა. ღმერთმა მათი თხოვნა შეისმინა, ანგელოზი გამოუგზავნა და ახარათ, რომ მათ ეყოლებოდათ ქალიშვილი და არქმევდნენ მარიამს და იგი შემდეგ განდიდდებოდა. გახარებულმა ანამ ღმერთს აღუთქვა, რომ შვილს მასვე შესწირავდა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა. დიდი მეფის დავით აღმაშენებლის საფლავი მოილოცა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. ჩვენ მამას არ უნდა თავის კბილების დაღუპვა. ამოაგზავნა წინასწარმეტყველები. განავითარეს ჩვენნაირი ერი, ვარცხმული ერი, მრავალმა ერმა ფიზიკური დაანჯვა წამება გაიარა, მაგრამ სარწმუნოებისათვის ასეთი მეორე არ არსებობს. ავარმა გაბრიელმა ახარა ორივეს, რომ თქვენი შვილი გახდება ცის კარი და კაცობრიობას მოევლინებოდა მსნელი. როცა მარიამის 3 წლის გახდა, მშობლებმა მიცემული აღთქმისაებრ ტაძარში მიიყვანეს. უბიწუ ასულებმა ანთებულის სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე. მღვდელმთავარმა მარიამის საკურთხეველში შეიყვანა და აკურთხა. ცხოვრობდა ტაძარში ქალწული და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს. სანამ 12 წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუცქურებს იოსებს არ ჩააბარეს. დღესვე გელათის ტაძრიდან ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მრევლს მეუფე იოანემ მიულოცა. იოაკიმ და ანა ელოდებოდნენ, მაგრამ თითქმისო იმედი დაკარგული ჰქონდა. და უკვე შვილს კი აღარ ითხოვდნენ. პასუხი გაეგოთ, რატომ მოხდა ეს, რომ მათ არ ეძებოდათ შვილი. და აი ეს დღე უფალმა მათ აჩუქა და აჩუქა მთელ კაცობრიობას. როდესაც მოუვლინა დედა ღვთისა და მთელ სოფელს ახარა, რომ მოახალდა ჟამი ხსისა. უფლის მოსვლით ქვეყანაზე წყალობის ჟამია დაწყებული. შეწყალების ჟამია დაწყებული. რამე თუ უფალი მოვიდართან შეიწყალოს, ცოდვილი დაცემული აღადგინოს. ეკლესია ყოველი წირვა-ლოცვის დროს მოიხსენიებს მართალი იოაკიმესა და ანას. მშობლებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისას, რომლებმაც კაცობრიობას აჩუქეს მეოხი და შემწეუფლის წინაშე ღვთისმშობელი მარიამი. ყოვლადწმინდა დედა განსაკუთრებით მეოხია წილხვედრი ივერიისა.